და სანამ დაისვენებს თურქეთში, მანამდე ანი გიუნტერთან გადავინაცვლოთ ის მრავალფუნქციურ სამედიცინო ცენტრ ლანცეტში დილიდან. დილამ შვიდობის ერთხელ. დილან შვიდობის ისევ მოგესალმებით სამედიცინო ცენტრიდან ლანცეტი, რომელიც აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე მდებარეობს და როგორც უკვე მოგახსენეთ, ცენტრში უკვე აქტიურ ფაზაშია შესული მოსამზადებელი სამუშაოები, დასკვნით ფაზაში, ასე ვთქვათ. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საოპერაციოებისა და კაბინეტების მოწყობა სხვადასხვა საჭირო ტექნიკით, რომელიც გახლავთ ულტრათანამედროვე, თუმცა ამაზე დაწვრილებით გვესაუბრება ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ლადო ჭიპაშვილი, მედიცინის დოქტორს მივესალმები ასევე. მოგესალმებით დილამ შვიდობის და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლანცეტში. Ani მოგახსენებათ, რომ ნებისმიერი სამკურნალო დაწესებულების ავტორიტეტი განისაზღვრება ორი ძირითადი ფაქტორით. ერთი ეს არის ექიმების კვალიფიკაცია და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც ამა თუ იმ დაწესებულებას გააჩნია. უნდა ითქვას, რომ როგორც ექიმების კვალიფიკაციით, ვინაიდან ჩვენთან იმუშავებენ როგორც საქართველოს წამყვანი ექიმები, ასევე ევროპელი სპეციალისტები, რომლებიც სპეციალურად მოიწვია სამონტყოფოს ხელმძღვანელობამ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ სამონტყოფო აღჭურვილია უახლესი 2014 წლის გამოშვების საუკეთესო სამედიცინო აპარატურით, როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო, ასევე ლაბორატორიული დანადგარებით და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური აპარატურა წარმოდგენილია სრული სპექტრით, დაწყებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიდან, 80-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიდან, ბრტყელპანელიანი ანგიოსისტემიდან, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ მანიპულაციები როგორც გულზე, ასევე თავის ტვინის სიზარღვებზე, ასევე ნებისმიერი სხვა კალიბრის სიზარღვზე. ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, რომ დიდი სიზუსტით აბსოლუტური სიზუსტით დაისვას თითოეული ავადმყოფის დიაგნოზი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ საოპერაციო აღჭურვილობას, სადაც ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით. სულ რაღაც ერთ კვირაში ამ საოპერაციო ოთახში უკვე გაკეთდება ურთულესი ოპერაციები გულზე და სიზარღვებზე, რომელსაც შეასრულებენ ჩვენი ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილი კარდიოქირურგები, ასევე უცხოელი სპეციალისტები და ჩვენ გვაქვს უკვე დამონტაჟების სტადიაში სრული სპექტრი იმ აპარატურისა, რომელიც საჭიროა ურთულესი მანიპულაციების ჩასატარებლად. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო თაობის არის საქართველოში ამის ანალოგი ჯერჯერობით არ არსებობს და ამ აპარატზე ჩვენ საშუალება გვექნება გავაკეთოთ ურთულესი ოპერაციები დაწყებული, ასე ვთქვათ, გულის მანკებიდან დამთავრებული თვით ხელოვნური გულის ტრანსპლანტაციით და სხვა ურთულესი ოპერაციებით. თავად სპეციალისტ მინდა მიმართო მივესალმები გიგათ ჯანაშიას, კარდიოქირურგს, ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება თქვენთვის, ასე ვთქვათ, მესამე ხელი, რომელიც ასეთ მნიშვნელოვანია ქირურგისთვის. რაში დაგეხმარებათ ეს აპარატი, რაშია მისი უნიკალურობა? დილამ შვიდობის, ეს აპარატი არის, ესე იგი, როგორც ბატონმა ლადომ თქვა, უკანასკნელი ბოლოთაობის შტოკერ S5 აპარატი. ოპერაციის დროს, როდესაც ჩერდება გული და ფილტვები და პაციენტს არც გული უცემს და არც სუნთქავს, ეს აპარატი ასრულებს მისი გულისა და ფილტვების ფუნქციას და ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ თავისუფლად ვიმუშაოთ გულზე ოპერაციის დროს, გაჩერებულ გულზე. ასევე გაჩვენებთ იქით, ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, სულ ახალ ბოლოთაობის GIS სისტემის დატექს ყომედა, რომელიც ასევე ძალიან დიდ დახმარებას გაგვიწევს ოპერაციებზე. სადღაც ერთ კვირაში ეს საოპერაციო იქნება კარდიოქირურგიული განყოფილების ეპიცენტრი, სადაც განვითარდება მთავარი მოვლენები. მეტი რა შეიძლება ითქვას? შეიძლება დავამატოთ, რომ ანალოგიური უმაღლეს დონეზე აღჭურვილი საოპერაციო ამ სამონტყოფოს ექნება 15. ანუ მედიცინის ყველა დარგი იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე დაწყებული, როგორც თქვით, უკვე კარდიოქირურგი, ნეიროქირურგია, ორთოპედია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია, ყელყურცხვირი, თორაკო-აბდომინალური ქირურგია და მედიცინის სხვა ნებისმიერი დარგი. დიდი მადლობა ბატონ ლადო, 1 საათით გემშვიდობებით უკვე მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. ისევ